ჩოხატაურში დუმბაძის ნომერ 5-ში ორი კვების ობიექტია, ერთ-ერთი არის სამწვადე. პატარა დუქანია, მაგრამ აუცილებლად უნდა შევიხედოთ, უბრალოდ მინდა აღვნიშნო, ეს შენობა ამ შენობაშია სუპერმარკეტი, საშაურმე, სარიტუალო დარბაზი, სამწვადე. ნახეთ როგორი ძველია და როგორი გაუბედურებული ძველი შენობა. რატო არ ხდება რემონტი ამ შენობის? ხო არ იცით, რატო არ არემონტებენ ამ შენობას? ფასადი ყველა გაალამაზეს. ფასადი კი და უკან? ამას აიგით გაკეთებაა, ასე იყო ლაპარაკი დარბაზის გააკეთება. იქნებ ჩვენ დავაჩქაროთ, ნახეთ როგორ არის, ჩამგვერ ცხოვრობს ვინმე თუ არავინ არ ცხოვრობს. როგორ არ ცხოვრობს, ცხოვრობს. სასტუმრო იყო ადრე ხო? არის ნუ აქ აშკარად არავინ არ არის და ეს შეიძლება კიბეებია და აქეთ ხალხი ცხოვრობს. ნამდვილად სარემონტოა, ნახეთ საძირკველთან უკვე რამხელა ისინი თხრილებია საძირკველთან, ძალიან ძველი ამორტიზებული შენობაა. სამწვადე შეიძლება კარგია, მაგრამ კიბე ძალიან ცუდია, მოტეხილი, აქ მუყაოა, თუმცა ჯობია რა თქმა უნდა, რომ ხალიჩა დადოთ. აი აქ უკვე ჯობია, ეს ხალიჩა ჯობია ვიდრე მუყაო, რა თქმა უნდა. კოლორიტული ადგილი, სამწვადე, სასაუზმე. და ვნახოთ აი როგორია შიგნით მდგომარეობა. აქ არის ხორცის გატარება, სადაც მიმდინარეობს. კი, ახალი გატარებული ხორცი არის. ამიტომ ჯერ დასუფთავებული არ არის. ეს არის ადგილი, სადაც მუშავდება ხორცი. აქ არ უნდა იყოს ქუჩაში გამოცვლილი ტანსაცმელი, არავითარ შემთხვევაში აქ არ უნდა იყოს გასახდელი. აქ კონკრეტულად უნდა იყოს აუცილებლად იზოლირებული და ხორცის დასამუშავებელ ადგილას არ შეიძლება ქუჩაში ნაცვამი 60 იყოს დაკიდებული. არ შეიძლება. არავითარ შემთხვევაში ამ სივრცეში არ უნდა იყოს ფეხის მაზები და ასე შემდეგ, სასაცმლის მაზები, უნდა იყოს სუფთა ბადე და აი ამ მდგომარეობაში სარკმელი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს. კუნძი უნდა იყოს აუცილებლად მოპირკეთებული და უნდა იყოს გასუფთავებული და უნდა იყოს დაფარული მარილით, რაც სამწუხაროდ აი მარილი არ უნახია ფაქტიურად ამ კუთხეს არასდროს. ეს არის საკუჭნაო, სადაც ტანსაცმელს ალაგებთ და ტარაკნები ყავთ? აბა ეს რა არის? აი ნახეთ, გავაღეთ თუ არა პირველი რაც აგდია და რაც დავინახეთ არაკანია, ნახეთ? ქვაბების მდგომარეობაც სავალალოა, სამწუხაროდ, ზედაპირებიც მოსაპირკეთებელი და მოსაწესრიგებელია. წყალი ჩამოდის, წვეთავს. კედლებიც ნახეთ ამ მდგომარეობაშია. კედლებიც უნდა სუფთავდებოდეს. ასეთი მდგომარეობა კვების ობიექტზე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომ იყოს. სიგარეტი გიწერიათ, რომ სიგარეტი არ შეიძლება მოწევაო და რატო აწევინო? ხო, ჯერ საფერფლე მიაწოდეთ და მერე გარეთ გააგდეთ. კარგი ბატონო, კარგი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ობიექტზე წყალი ჩამოდიოდეს. აი ნახეთ, რა მდგომარეობაა. ხო, მაგრამ აი ნახეთ, აქაც რა მდგომარეობაა, შეხედეთ, თქვენ ამას აი იმ ზედაპირებზე დებთ. წვადი აწყობილი გაქვთ, დებთ იმ ზედაპირებზე და შემდეგ უკვე მაცივარში ყველანაირი თავსახურის გარეშე აწყობთ ერთმანეთს. ხო, მაგრამ ამას ხო მერე კი არ ალაგებთ, ეხა უნდა ჩაალაგოთ, ბატონო, რომ ერთმანეთთან წვდომა არ კონდეს. და აი ეს მტვერი რო დაეყრება ყველაფერი ზედ, აი ეს მტვერი, ამას ხო მერე ვერ გარეცხავთ. აი ეს ხო უკვე მზასაჭმელი არის. ამას ხო ვეღარ გარეცხავთ. მე როგორც მივხვდი, პოპულარობით სარგებლობს ხო თქვენი სამწვადე? დადიან, მამაკაცები დადიან, ხალი არ დამინახავს. ქალბატონებს დადიან. დადიან? ქალბატონებს რა უფრო უყვართ, მწვადი თუ ხაბაბზე უფრო მეტი. ხაბაბი. არის აგერ პილპილიც, მარილიც, მე როგორც ხედავ, ღია, რაც არ მიყვარს. აი სიმართლე გითხრათ, ვერაფერს ასორტიმენტს ვერ ვხედავ დახლმაცივარში, მხოლოდ წნილია. მაგრამ ნუ ალბათ დანარჩენი კერძები უკვე ქვაბებშია. როგორი ყველაფერი ძველი ინვენტარი გაქვთ, ძალიან განახლება. წყალი, რემონტი გაჭირდა. ხო, წყალი. ეს თოვლობის გამო? მანამდე. დახურეთ და ახლა უკვე რემონტს ვაკეთებ.
აი კალენდარიც კი ძალიან ძველი გაქვთ 2001 წლის კალენდარი რატო გაქვთ ეს კალენდარი 2000 ვინ არის სურაძე ვინ მსახიობია მე მგონი თურქის მსახიობია ხო სონღულკორლუ რა მოგეწონათ ეს სურათი და ესე იგი თუ მოხვდებით სამწვადეში გურიაში ჩოხატაურში ახალი კალენდარი წამოუღეთ ლამაზი გოგო რო იყოს სურაძე და მაშინ გამოცვლიან ამ გოგოს მოხსნია და იმ გოგოს დააკრავენ თორე 2001 წელი ნამეტანი ძველია აი რა გითხრათ აი სასწორზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ აი რომელი საუკუნის დუქანია ეს ნახეთ როგორი სასწორია აი ჩვენ ბებიებს ბაბუებს ეს სასწორი ახსოვთ ხო ალბათ ბაზარში სულ ესეთი სასწორები იყო. იმდენი სტუმარი ყავთ და იმდენი ადამიანის შემოვა ეტყობა გემრიელს აკეთებთ, ხო? გემრიელი არის, ხო? აი როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ. სადაც აი არის ფაქტიურად სამწუხაროდ უნდა ვთქვა უსუფთავობა. იქ არის ყველაფერი ძალიან გემრიელი. და აქ არიან, აი მე ხა ნახეთ, სხვაგან რო ვიყო, ხო ხვდებით, აი სხვაგან რო ვიყო პინპოკის ბურთივით ვიხტუნავებდი, მაგრამ იმდენად კარგი ზარეულები არიან და იმდენად აი ძველებური არის, აქ ყველაფერი, აი ეს არის ანტიკვარი ობიექტი. აი ნახეთ, ყველაფერი არის აბსოლუტურად ძველებური. აი ღუმელში აცხობთ რამეს? რაში აცხობთ აბა? ამაში არ ვაცხობ არაფერს. აუ რამდენად? ამაში არ ვაცხობ, ზეთოთ. აი ჯუღოგა შეშიზამაზე. კარგი, თქვენ შეხედეთ აი კონდენსატს და იმას რა მდგომარეობა აქვს უკან. აი რატო ყავთ ტარაკნები, ნახეთ. აი რა მდგომარეობა. კედლებზე შეხედეთ ბატონო რა ხდება, კედლები რა მდგომარეობაშია, ნახეთ. აი სრული საშინელებაა. აქ ნახოთ, აქ ის არ არის, კონდენსატი არ არის, მაგრამ იცით რატო არ არის კონდენსატი? ძალიან მარტივია, არ მუშაობს. ყველგან აბსოლუტურად ცვენა მიმდინარეობს და არა გამარტო კედლების, არამედ ჭერში ჩამოდის წყალი. გავაკეთეთ ის საფრთხე ჩვენ გავაკეთეთ. სამწუხაროდ, კი, წყალი ჩამოვიდა, კი ბატონო, აი ნახეთ, ჯერ შრობის პროცესია, შრობის და სამწუხაროდ სვენის. ბატონო გიზო, აი ამ შემთხვევაში აბლაბოდა რომ დავინახე, მე ხლა აქ გამიხარდა. გითხრათ რატო? იმიტომ რომ აბლაბუდამ ტარაკანი დაიჭრა. ეს არ არის სავალალო მდგომარეობაში, მოსაწესრიგებელია ყველაფერი. აი ეს პულს არ დაიცავს, ეს დააბინძურებს პულს. ჯობია რომ ეს მოხსენით და გადააგდეთ. აგერ შეხედეთ ტარაკანს. აი. ყველა კვარტალში მოდის და მოაქვს წამალი, იმის და წამლად. კი, ტარაკნები ყავთ. შეხედეთ რა მდგომარეობა, შეხედეთ. ამას შეხედეთ. აი, ამას შეხედეთ. ეს როგორ შეიძლება? ძალიან გთხოვთ, ეს მოაწესრიგოთ, ხო? აუ. აქ როდისმე დამლადება შეუხედია? უნდა გამოწმინდეთ. უნდა გამოწმინდეთ აუცილებლად. ყველა შენიშნოს მივიღებთ. და ყველაფერს გამოვასწორეთ, ხო? მე პატევს ვცემთ თქვენ თეთრ თმებს და თქვენ წლების გამოცდილებას. მაგრამ მოთხოვნები შეიცვალა და ძალიან გთხოვთ. აყვევით, მიიღეთ ზომები და იმ ადამიანებს, ვინ შემოდით, ძალიან გთხოვთ პატივიეთ. მოკლედ, აი ეს არის სულ ძალიან პატარა სივრცეა, ეს არის სამწვადე ჩოხატაურში და მეტის თქმა რა შემიძლია თქვენ უკვე ნახეთ რა ხდება სამზარეულოში და დაათვალიერეთ ყველაფერი.